მილიონობით ადამიანი ყოველწლიურად სტუმრობს მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობებს. ისინი იღებენ მათ ფოტოებს, აღფრთოვანებულნი არიან არქიტექტურით და შემდეგ ტოვებენ. მაგრამ რა სიტყვით თუ გეტყვი, რომ ამ შენობებიდან ზოგიერთს აქვს საიდუმლოებები, რომლებიც ტურისტულ გზამკვლევებში არ წერია. დამალული ოთახებიდან, თითქმის დავიწყებული სადავო საკითხებიდან დაწყებული უჩვეულო დეტალებამდე, რომლებიც ასობით წლის განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა. ამ ვიდეოში ჩვენ გავიგებ გასაოცარ საიდუმლოებებს, რომლებიც მსოფლიოს ცნობილ ღირსშესანიშნაობებს უკავშირდება. სანამ დავიწყეთ, ვთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ ეს ვიდეო. ეს ჩვენთვის კონტენტის შემქმნელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გმადლობთ. ეხლა კიდევ ვიცვოთ. ეიფელის კოშკი მე-19 საუკუნის ბოლოს სწრაფად გავრცელდა ამბავი ამ საიდუმლო ოთახის შესახებ. ბევრი მდიდარი ბიზნესმენი და ცნობილი პიროვნება ცდილობდა შესვლას, მაგრამ თითქმის ყველას ეიფელმა უარი უთხრა. ფუფუნების სიმბოლოდ გადაქცევის ნაცვლად, მან ეს ადგილი სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის და ინჟინერიასა და ტექნოლოგიაზე სერიოზული დისკუსიებისთვის გამოიყენა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტუმარი აქ იყო გამომგონებელი თომას ედისონი 1889 წელს. მათ შეხვედრაზე კოშკის ზედა ნაწილში ერთმანეთს გაუზიარეს იდეები ახალ ტექნოლოგიებზე, რომლებიც თანამედროვე სამყაროს ფორმირებაში მონაწილეობენ. სასაცილოა წარმოიდგინო, რომ მაშინ, როცა ათასობით ადამიანი ქვემოთ სეირნობს, სამეცნიერო საუბრები მიმდინარეობს ერთ კერძო ოთახში, რომელსაც თითქმის არავინ ხედავს. პრემდე შესაძლებელია ეიფელის კოშკში ბინის რეკონსტრუქციის ნახვა, თუმცა ის ჯერ კიდევ არ არის ღია საზოგადოებისთვის თავისუფალი შესვლისთვის. და ალბათ ეს არის მიზეზი, რატომაც რჩება ის ამ ცნობილი მონუმენტის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ საიდუმლო ნაწილად. შენობაში, რომელიც მთელი საფრანგეთის სიმბოლოდ იქცა. მისი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი უმეტესობას, ვინც აქ სტუმრობს, არ შეუძლია ნახოს. მილიონობით ადამიანი ყოველწლიურად უყურებს ეიფელის კოშკს, მაგრამ ძალიან ცოტა მიცის, რომ მისი მწვერვალზე ოდესღაც იყო კერძო ადგილი, სადაც იმ დროის ყველაზე დიდმა გონებებმა შეხვედრა გამართეს. და ეს გვახსენებს, რომ ზოგჯერ ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის არ არის, რასაც ყველა ხედავს. და დღემდე ის აგრძელებს უნიკალური თავის დამატებას საფრანგეთის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობის ისტორიაში. სიქსტის კაპელა. ამ სიცოცხლით სავსე გიგანტურ ნამუშევარში, რომელსაც უკანასკნელი განსჯა ეწოდება, არის ერთი ფიგურა, რომელიც საკუთარ კანს ხელში იჭერს. ეს არის წმინდა ბართლომეოსი, წმინდანი, რომელიც ტრადიციის მიხედვით ცოცხლად კანის აძრობით აწამეს. ეს განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ბევრი ხელოვნების ისტორიკოსი თვლის, რომ ჩამოკიდებულ კანზე გამოსახული სახე თავად მიქელანჯელოს სახეა. 1990 წელს გამოქვეყნდა კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთის ფიგურის გარშემო არსებული ფორმა ცნობილ სცენაში ადამის შექმნა ჰგავს ადამიანის ტვინის ანატომიას. მას შემდეგ მრავალი დებატი გაიმართა ისტორიკოსებს, ექიმებსა და მკვლევრებს შორის. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მიქელანჯელომ ეს განზრახ გააკეთა, რადგან ცნობილია, რომ ის ბავშვობიდან სწავლობდა ადამიანის ანატომიას. სხვა კი ამბობენ, რომ მსგავსება შესაძლოა უბრალოდ დამთხევაა. ნიშნულოვანია გვახსოვდეს, რომ ჯერ არ არსებობს ოფიციალური მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ მიქელანჯელომ ეს ყველაფერი განზრახ გააკეთა. მაგრამ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც სიქსტის კაპელაზე დღემდე საუბრობენ. 5 საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ იმ შენობაში ჯერ კიდევ არის დეტალები, რომლებიც ახალ კითხვებს უჩენს მკვლევრებს. და ალბათ ეს არის ნამდვილი ძალა შედევრის. მას მხოლოდ კი არ უყურებენ, მას მუდმივად სწავლობენ, განიხილავენ და ახალ-ახალი თაობები თავისებურად განმარტავენ. ვაშინგტონის მონუმენტი. მონუმენტის მშენებლობა დაიწყო 1858 წელს, მხოლოდ კერძო შემოწირულობებით. 1854 წლის თუ ის მხოლოდ დაახლოებით 150 ფუტამდე ავიდა, რაც მისი დაგეგმილი სიმაღლის თითქმის მესამედია, სანამ საბოლოოდ დაფინანსება არ მოიწურა. ამავე დროს პაპი პიუს მე-9-მ ვატიკანიდან სპეციალური მარმარილოს ბლოკი გადასცა, რომის ერთ-ერთი უძველესი ტაძრიდან, როგორც საჩუქარი მონუმენტის ინტერიერისთვის. თუმცა ეს გააღიზიანა ანტიკათოლიკურმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც ცნობილია როგორც ნო-ნოთინგები. ერთ ღამეს მათ ფარულად მოიპარეს წმინდა მამის მარმარილოს საჩუქარი და გადააგდეს პოტომაკის მდინარეში. მხოლოდ ეს კი არ იყო. მათ ხელში ჩაიგდეს კონტროლი ორგანიზაციაზე, რომელიც პროექტს ხელმძღვანელობდა. ამ არეულობის გამო კონგრესმა შეცვლითა მხარდაჭერა და საბოლოოდ მშენებლობა გაჩერდა. 23 წლის განმავლობაში ნახევრად დასრულებული მონუმენტი უბრალოდ იდგა ველზე. სამოქალაქო ომის დროს მისი გარშემო ტერიტორია გამოიყენებოდა როგორც სამხედრო საწყობი და ასევე როგორც საძოვარი უნიონისტთა არმიის ძროხებისთვის.
როცა მარკ ტვენი ვაშინგტონში 1870-იან წლებში ეწვია, მან ის აღწერა როგორც დამტვრეული ქარხნის ბუხარი, რომელსაც წვერი მოჭრილი ჰქონდა. ბევრისთვის ის გახდა შეერთებული შტატების დედაქალაქის სირცხვილის სიმბოლო. მხოლოდ 1866 წელს განახლდა პროექტი აშშ-ს არმიის საინჟინრო კორპუსის ხელმძღვანელობით, მაგრამ ახალი პრობლემა გაჩნდა. მერილენდის ორიგინალური კარიერი, საიდანაც პირველი მარმარივო მოიპოვეს, აღარ ფუნქციონირებს. ამიტომ მათ სხვა კარიერიდან მოუწიათ მარმარილოს მოპოვება. როდესაც მონუმენტი 1884 წელს დასრულდა, ორი ნაწილი თითქმის ერთნაირად გამოიყურებოდა. ორივე თეთრი მარმარილოსგანი ოდა ერთნაირად იყო გაფრიალებული. მაგრამ წლების განმავლობაში ნელ-ნელა გამოიკვეთა ორი სახის ქრის ქიმიური შემადგენლობის განსხვავება. ამიტომ ზედა და ქვედა ნაწილის ფერის განსხვავება უფრო მკაფიო გახდა. დღემდე ეს ხაზოვანი განსხვავება მონუმენტზე მაინც ჩანს. ამ განსხვავების მოცილება შეუძლებელია თუ არ დაშლით და თავიდან არ ააშენებთ სტრუქტურის დიდ ნაწილს. ამიტომ ვაშინგტონის მონუმენტის ყველა ფოტოზე იმალება ისტორია. პაპის მიერ ნაჩუქარი მოპარული საჩუქრის, დაფინანსების გარეშე დარჩენილი პროექტის და ომის, რომელმაც მშენებლობა შეაჩერა. ყველაფერი დაწერილია ორი განსხვავებული ფერის მარმარილოზე. პიზის დახრილი კოშკი. კოშკის მშენებლობა დაიწყო 1173 წელს. თითქმის მაშინვე ის დაიწყო ჩაძირვა პიზის რბილ და თიხიან მიწაში. 1178 წლისთვის, როდესაც მესამე სართული აშენდა, მისი დახრილობა უკვე აშკარად ჩანდა. ამის ნაცვლად კოშკის დანგრევის და თავიდან დაწყების მაგივრად პროექტის შეჩერება მოუწიათ. იტალიის სხვადასხვა ქალაქ სახელმწიფოებს შორის ომების გამო მშენებლობა თითქმის 50 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. 1272 წელს, როდესაც სამუშაოები განახლდა, ახალ არქიტექტორს უკვე დიდი ხნის განმავლობაში გარმავებულ პრობლემასთან მოუწია შეჯახება. მან გაიხსენა და დაიწყო ფიქრი თუ როგორ გამოესწორებინა გადახრა. თუ კოშკი სამხრეთისკენ იყო გადახრილი, ის სამხრეთის მხარეს ნაწილებს ოდნავ უფრო მაღალს გააკეთებდა, რათა ნელ-ნელა დაებრუნებინა მისი მიმართულება სწორ პოზიციაში. კონცეფცია ქაღალდზე კარგი იყო, მაგრამ მან პრობლემა ბოლომდე ვერ გადაჭრა. ზედა სართულების მიმართულება ნაწილობრივ საპირისპიროდ შებრუნდა ქვედა ნაწილის მიმართ. მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთებისას საძირკველი კვლავაც იძირებოდა. ამის გამო გაჩნდა უჩვეულო ფორმა. როდესაც თელი სტრუქტურა აშენდა, ეს აღარ იყო უბრალოდ გადახრილი კოშკი, არამედ კოშკი, რომელიც აშკარად იხრება და მრუდდება ზემოთ ასვისას. 1372 წელს ყველაზე ზედა ნაწილში ააშენეს ზარის კოშკი, რომელსაც თავისი კორექტირება ჰქონდა, რათა გადახრის ეფექტი შეემცირებინათ. კიბის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს საფეხურების რაოდენობაც კი განსხვავდებოდა, რადგან ერთი მხარე რამდენჯერმე აციეს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, თითოეული თაობის მშენებლები ისევ და ისევ ცდილობდნენ კოშკის გადახრის გამოსწორებას. მაგრამ ყოველი ასეთი მცდელობა მის ფორმაზე ახალ კვალს ტოვებდა. ამიტომ თუ დააკვირდები მშვიდობის გადახრილი კოშკის სილუეტს ცის ფონზე, შენ შეამჩნევ მის ნაზმრუთს და სწორედ აქ ხდება ამბავი კიდევ უფრო უცნაური. ყველაზე ცნობილი გადახრილი შენობა მსოფლიოში უბრალოდ გადახრილი კი არ არის. სინამდვილეში ეს არის შენობა, რომელიც ნელ-ნელა იხრებოდა, მაშინ როცა ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ მისი გასწორებას. მაჩუ პიქჩუ 1911 წლის 24 ივლისს იელის უნივერსიტეტის ლექტორი მოგზაურობდა პერუს მთებში. ეს იყო ჰირამ ბინგჰემი. ის სინამდვილეში ეძებდა ინკების დაკარგულ ბოლო დედაქალაქს. მისი მიზანი სხვა ადგილი იყო, მაგრამ ერთმა ადგილობრივმა გლეხმა და სასტუმროს მფლობელმა, სახელად მელჩორ არტეაგამ, უამბო მას ახლომდებარე მთაზე მდებარე უძველესი ნანგრევების შესახებ. არტეაგა დათანხმდა მასთან ერთად წასვლას ვერცხლის მონეტის სანაცვლოდ, რომლის ღირებულებაც იმ დროს მხოლოდ დაახლოებით 50 ცენტავო იყო. როცა ბინგჰემი 9 წლის შემდეგ იმავე ტაძარში მივიდა, მან თავად ნახა წარწერა. მის საველე ჟურნალში მან კიდევაც ჩაწერა სიტყვები: აგუსტინ ლისარაგა მაჩუ პიქჩუს აღმომჩენია, მაგრამ როცა ბინგჰემმა თავისი ცნობილი წიგნი გამოსცა ექსპედიციის შესახებ, ლისარაგას სახელი აღარ იყო ნახსენები. ამის ნაცვლად ბინგჰემი გახდა ცნობილი მთელ მსოფლიოში როგორც ადამიანი, რომელმაც მაჩუ პიქჩუ აღმოაჩინა. დროის გასვლასთან ერთად მისი სახელი კიდევ უფრო ცნობილი გახდა. მაშინ როცა ადგილობრივები, ვინც პირველად მივიდნენ იქ, თითქმის დავიწყებას მიეცნენ. მისი გათხრების შემდეგ დაახლოებით 40,000-ზე მეტი არტეფაქტი იელის უნივერსიტეტში წაიღო. მათ შორის იყო თიხის ჭურჭელი, სამკაული, ძვლები და მუმიებიც კი. თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში პერუმ არაერთხელ მოითხოვა ამ არტეფაქტების დაბრუნება. ზოგიერთი მათგანი ნაწილობრივ დააბრუნეს 2007 წელს, მაგრამ დღემდე იელის უნივერსიტეტში კვლავ რჩება გარკვეული ნივთები.
ხშირად ადამიანები, რომლებმაც რეალურად პირველად აღმოაჩინეს ადგილი, არ არიან ისინი, ვისი სახელებიც ციგნებსა და მონუმენტებზე გვხვდება. სამაგიეროდ ისინი არიან ადგილობრივები, რომლებიც ჩუმად ცხოვრობდნენ და თაობების განმავლობაში თავიანთი მიწის საიდუმლოებებს უფრთხილდებოდნენ. და ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო, რომელიც მაჩუ-პიქჩუს პოპულარობის უკან იმალება. პართენონი საბერძნეთში. ეს არის სიმბოლო უძველესი საბერძნეთის განსაცვიფრებელი მათემატიკისა და არქიტექტურის. 2500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის კლასიკური არქიტექტურის ეტალონად ითვლება. მაგრამ არის ერთი რამ, რასაც სამშენებლობის ფოტოები და აღწერილობები უმეტესად არ ამბობენ. სინამდვილეში თითქმის არც ერთი სულად სწორი ხაზი არ არის მთელ შენობაში. სვეტები, კიბეები და თუნდაც მისი ჰორიზონტალური ნაწილები ოდნავ მოღუნულია. ეს განზრახ გააკეთეს არქიტექტორებმა, რომლებმაც 457 წელს ჩვევეც უწადელია შექმნეს პართენონი. მათ ესმოდათ რაღაც ადამიანის მხედველობის შესახებ, რასაც თანამედროვე ინჟინრები დრემდე სწავლობენ. ამ ვიზუალური ილუზიის ეფექტის საწინააღმდეგოდ, მათ დიზაინში ძალიან მცირე ცვლილებები შეიტანეს. პართენონის მთელი ბაზა ოდნავ ამოწეულია, თითოეული გვერდის შუაში დაახლოებით 6 სანტიმეტრით. სვეტებს კი შუაში ოდნავ გამობუცული ნაწილი აქვთ, ტექნიკა, რომელსაც ენტასისი ეწოდება. ამიტომ, როდესაც ქვემოდან უყურებ, ისინი იდეალურად სწორად გამოიყურებიან. მხოლოდ 1800-იან წლებში შენიშნეს თანამედროვე არქიტექტორებმა ეს საიდუმლოებები. როდესაც ჩარლზ რობერტ კოკერელმა გაზომა სვეტები, აღმოაჩინა, რომ ეს მრუდები ძალიან მცირე იყო. ამიტომ ადამიანებმა ისინი თითქმის 2000 წლის განმავლობაში ვერ შენიშნეს. საჭიროა კიდევ უფრო ზუსტი გაზომები, რომ ისინი დაინახო. საოცარი კი ის არის, რომ პართენონი იდეალურად გამოიყურება არა იმიტომ, რომ ის ზუსტად სწორია. ის იდეალურად გამოიყურება იმიტომ, რომ განზრახ არ არის იდეალური. ყოველი მრუდი და მცირე გადახრა ფრთილად არის დაპროექტებული, რათა მოატყუოს თვალი და შექმნას სრულყოფილი ბალანსის ილუზია. 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მილიონობით ადამიანი აღფრთოვანებული იყო პართენონის სილამაზით, ისე რომ არ იცოდა მის დიზაინში დამალული საიდუმლოებები. შენობა, რომელსაც ხშირად სრულყოფილი გეომეტრიის სიმბოლოდ მიიჩნევენ, სინამდვილეში დაგეგმილი არასრულყოფილებების შედევრია. ზოგჯერ ნამდვილი სრულყოფილება ზუსტად სწორად ყოფნიდან არ მოდის. ზოგჯერ ის მოდის მცირე შეცნომების გონივრულად გამოყენებიდან. ვერსალის სასახლის სარკეების დარბაზი დაახლოებით 73 მეტრის სიგრძისაა და მასში 347 სარკეა. მისი 17 დიდი პანჯარა დასავლეთისკენ არის მიმართული, საიდანაც მზის სხივები პირდაპირ შემოდის ყოველ საღამოს. პირველი შეხედვით ეს უბრალოდ ძალიან ლამაზი დიზაინია. მაგრამ ლუი 14-ისთვის თითოეული დეტალი უფრო დიდი გეგმის ნაწილია. ლუი 14 ცნობილია როგორც მზის მეფე. ეს მხოლოდ მეტსახელი არ არის, არამედ მისი როგორც მეფის იმიჯის მნიშვნელოვანი ნაწილია. მას სურდა დაეჩვენებინა, რომ ის იყო საფრანგეთის ძალაუფლების ცენტრი, როგორც მზეა მზის სისტემის ცენტრი. ამიტომ ვერსალის თითქმის ყველა ნაწილი ისე იყო დაპროექტებული, რომ ეს გზავნილი გაეძლიერებინა. 17 საუკუნეში სარკეები ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და იშვიათ ფუფუნების საგნად ითვლებოდა. იმ დროს ვენეცია აკონტროლებდა დიდი სარკეების წარმოებას, მაგრამ ლუიმ ფარულად წაახალისა. ვენეციელი გამოცდილი მინის დამამზადებლები საფრანგეთში გადასულიყვნენ და თავიანთი ცოდნა იქ გადაეტანათ. როდესაც სარკეების დარბაზი 1684 წელს დასრულდა, ეს მთელ ევროპას გზავნილად მოევლინა. მან აჩვენა, რომ საფრანგეთს უკვე შეეძლო იმ პროდუქციის წარმოება, რომელიც ადრე ვენეციის მონოპოლია იყო. ეს იყო ჩუმი, მაგრამ ძალიან ძლიერი განცხადება ქვეყნის ეკონომიკური ძალის შესახებ. ოთახის ზედა ნაწილში კი ჩანს 3 დიდი ნახატი შარლ ლე ბრიუნის მიერ. Looking painting Charles Le Brun. ეს ნახატები ასახავს ლუი 14-ის გამარჯვებებს ომში და დიპლომატიაში. თითქმის ყველა სცენაში ის გამოსახულია როგორც ძლიერი იმპერატორი ან ღვთაებრივი მმართველი, რომელიც ყველა თავის მეტოქეზე მაღლა დგას. პირველი შეხედვით სარკეების დარბაზი თითქოს უბრალოდ ულამაზესი ოთახია, სავსე სარკეებითა და ოქროს დეკორაციებით. მაგრამ მისი ბრწყინვალების უკან იმალება ძალაუფლებისა და პროპაგანდის ძალიან გონიერი ინსტრუმენტი. ჩინეთის დიდი კედელი მისი სიგრძე 13000 მილზე მეტია და გადის მთებში, უდაბნოებში და სხვადასხვა სახის რთულ გარემოში. მაგრამ უფრო მეტიც, კედლის მრავალი ნაწილი 600 წელზე მეტია დგას და დრემდე მტკიცედ ინარჩუნებს თავის მგრადობას. 2010 წელს ჟეჟიანგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს ნიმუშები ნაღმსაკრელისგან ჩინეთის დიდი კედლის იმ ნაწილებიდან, რომლებიც აშენდა მინების დინასტიის დროს. მათ აღმოაჩინეს, რომ ეს იყო მსოფლიოში პირველი ცნობილი კომპოზიტური ნავსაკრელი. მათი ანალიზის მიხედვით, ეს უფრო გამძლეა, უფრო წყალგამძლეა და უფრო მტკიცე სტრუქტურა აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ დუღაბს.
ეს შემთხვევით აღმოჩენილი არ ყოფილა. რეცეპტი მნიშვნელოვანი საიდუმლო იყო, რომელსაც ოსტატი მშენებლები თითოეულ მომდევნო თაობას გადასცემდნენ. საუკუნეების განმავლობაში ისინი ფრთხილად ინახავდნენ ამ ცოდნას, რადგან იცოდნენ, რომ ეს მათ პროექტებს დიდ უპირატესობას აძლევდა. ყველაფრის გასაღები იყო ნივთიერება, რომელსაც ამილოპექტინი ეწოდება. ეს არის პოლისაქარიდის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გვხვდება წებოვან ბრინჯში და სხვა სახამებლით მდიდარ საკვებში. ეს სპეციალური ნაღმი გამოიყენებოდა ჯერ კიდევ 4-ე საუკუნიდან. როცა მინდის დინასტია მოვიდა, ის უკვე დიდი სამშენებლო პროექტების ჩვეულებრივი ნაწილი გახდა. გრანდიოზული კედლის გარდა, ის ასევე გამოიყენებოდა პაგოდების, ქალაქის კედლების, ხიდებისა და სამეფო სამარხების ასაშენებლად ჩინეთის სხვადასხვა ნაწილში. ნანჯინის ქალაქის კედელი, რომელიც 600 წელზე მეტი არსებობს, ასევე დამტკიცებულია, რომ იგივე ნაზავს იყენებდა. ჩიმინ 800 წლის ასაკის სიაოციანგის ხიდიც აღმოჩნდა, რომ იგივე ტიპის ნაღმსაყრელი ჰქონდა. სინამდვილეში, როდესაც ხიდის აღდგენა მიმდინარეობდა, ინჟინრებმა გამოიყენეს წებოვანი ბრინჯის ახალი პარტია, რომელიც დამზადდა უძველესი რეცეპტის მიხედვით. ამიტომ დღესაც ტურისტები, რომლებიც დიდ კედელს სტუმრობენ, ეხებიან ქვებს, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია მასალით, რომელშიც წებოვანი ბრინჯის ფაფაა შერეული. ის უკვე 600 წელზე მეტია იქ დგას, წვიმის, ქარისა და მიწის ძურის ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ დღემდე ის მტკიცედ დგას და თითქმის არ ირყევა. ეს არის რამდენიმე დამალული ისტორია მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობებს. ადგილები, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს, მაგრამ ხშირად მათ არ იციან საიდუმლოებების, სკანდალები და უჩვეულო დეტალები, რომლებიც მათი ისტორიის ნაწილი გახდა. ეს ღირსშესანიშნაობები გვახსენებს, რომ ისტორია მხოლოდ იმაზე არ არის, რასაც წინ ხედავთ. ხშირად ამის ყველაზე გასაოცარი ნაწილი არის დეტალები, რომლებიც კედლების უკან, საძირკვლის ქვეშ ან მოვლენებშია დამალული, რომლებიც დროისგან თითქმის მივიწყებულია.